გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ აკრედიტაციის გარეშეს მორიგ გამოშვებას. სილკნეზე ჩივით ისევ. ძვირფასო ტელემაყურებლებო. ესე იგი, მას შემდეგ რაც ჩვენ ჩავატარეთ აქცია, სილკნედმა მიმართა საზოგადოებას და ასეთი ტექსტია რა, რომ ისაო მიმდინარე წლის დასაწყისში სილკნედმა განახორციელა საჭირო ინვესტიცია და მაესტროს ჩართვა შესაძლებელი გახდაო და იგეგმებოდაო მარტიდანო რომ არა ერთგვარი ზეწოლის ცდელობა, რაც არა მარტო ამ კონკრეტული აქციით, ანუ ჩემი აქციით გამოიხატება, არამედ შანტაჟის სხვა ფორმებითაც. ამიტომ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე თავი შევაკავოთ ტელეკომპანია მაესტროს ჩართვისგან. ესე იგი, აქ ორი პრობლემაა რა, თუ მარტში იგეგმებოდა აპრილის 16-ში გამართულმა ჩემ აქციამ როგორ შეუშალა ხელი და მეორე პრობლემა ის არის, რომ შანტაჟში დაგვადანაშაულა. შანტაჟი არის ძვირფასო ტელემაყურებლობის სისხლის სამართლის დანაშაული. და პრობლემაა რა, ანუ რომ მიყვნენ ხო ეს ძვირფასი სილკნეტელები, შეიძლება ან მე დამიჭირონ, ან სხვა რომელიმე მაესტროელი. მაგრამ მე არ მეშინე, იმიტომ რომ არ ვაშანტაჟებდი არავის და ეგ ორი საკითხი როა გასარკვევი. მართლა რატო არ თავენ და ვინ აშანტაჟებდა, ვინ ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ჩვენი დირექტორი შეხვდა სილკნეტის წარმომადგენლებს და ვერაფერი ვერ გაიგო, ანუ იგივე საწვევიან, რომ აი შანტაჟისტია შალბაო და აქედან გამომდინარე თავს ვიკავეთ მაესტროს ჩართვისგანო. არის ესეთი ძვირფასო ტელემაყურებლებო კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ესე იგი სოროსის ფონდია, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მიმართეს აგერ გიორგი უღუნიშვილს სილკნეტის შეფს, რომ აი ჩვენც გვაინტერესებსო, კითხვა გვაქვსო, რომ არ ხდება ტელეკომპანიის ჩართვაო და გითხარით რატომ არ თავთო და ის პასუხი კიდე არასათანადოდ მიიღეს, რომელიც სილკნეტმა გაავრცელა და რომელიც განახილდა. ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ კვლავ აქცია უნდა გავაკეთოთ, ხო? გზა, კანონიერი გზა არა გვაქვს. აგერ მე ავიღე კვასროხელი კავშირი კაღალდი, ანუ 27-ში ვგეგმავთ აპრილს აქციას 14-დან 15-30-მდე და მივდივარ ახლა პოლიტიკურ პარტიებთან, ძლიერ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ ვთხოვო მათ მხარდაჭერა, თუ რა თქმა უნდა მათთვის ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ პართოს იზიარებენ. ესე იგი, მივდივარ პარტიებთან, აქციას ვატარებ, მოთხოვნა არის ორი, განგვიმარტონ რატომ არ თავენ სილკნეტში მაესტროს და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, ვინ არის სისხლის სამართლის დამნაშავე მაესტროში, ვინ დააშანტაჟა ეს ხალხი. ეროვნულ ფორუმთან ვართ. ხო და იქნებ აურეკოთ და ხალხთან შეხვედრა იქ მივალ და იქ ვკითხავ. გვეჩქარება. ხალხთან არ ვიცი რომ არ არის ხალხთან სერიოზული შეხვედრებია. და შესაბამისად მინდა რომ თქვენ გთხოვოთ, რომ თქვენი აქტივით ამდენიც შეგვიძლიათ რომ დაგვეხმაროთ ამ მედიას და მოვზადოთ აქციაზე და თანადგომა გამოგიხატოთ. თუ თქვენ გაქვთ ამის სურვილი და თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გადავწყვეტ. 26 აპრილია აქციის წინადღე და ჩვენ ეროვნულ ფორუმს მივაკითხეთ პასუხის გასაგებად საქმე. აბა მითხარი საქმე. ხო, მაგრამ ის საქმე რომელი საქმეა? ვიცი, პარასკევს რო თუ ხუთშაბათს რო დავტოვე ამ და. ხო. რა ხალხი რო გჭირდება. ხო. 27-ში აპირებ აქციას. მე რა ხდება და ჩვენ გარაგებთ. თქვენი მხარდამჭერები თუ იზიარებთ ამ აქციის პათოს. მაშინ რამდენი მხარდამჭერები შეგიძლიათ? რამდენსაც შეიძლება, იმიტომ რომ რამდენსაც შეძლებთ, იმიტომ რომ აქცია არის, ასე ვთქვათ, გაფრთხილებულია მერია და წინამძღვრიშვილის ქუჩა შეიძლება გადაიკეტოს და იქ დავიძახებთ. აბა ფორუმის ხალხო და უნდა დროშებით და იმით გამოხატოთ. თუ გნებავთ რა. თუ გნებავთ, რატო ეხლა მე ყველა პარტიას მივმართე და იქ უკვე გარკვეული კონსოლიდაციას იქნება, ოღონდ ამ თემაზე, მედიის მხარდაჭერის თემაზე. ხო, 14 საათზე სიტყვათან. კი, წინამძღვრიშვილის 95. მეორე პარტია, რომელსაც ჩვენ მივაკითხეთ, არის ქრისტიან დემოკრატიული პარტია. აი, ქრისტიან დემოკრატებს, მაგარი პაუზი ქონია. ფორმა არ უარი. და კარგად თუ მოიქცევით. მიშა ჩაუსხავს წყალს, აგერა. გენერალ ხო? კარგი, ესე იგი, რა საქმე მაქვს, მოკლედ გეტყვით რა. 27-14 საათი. ხო, რაც გაქვთ, ისი საშუალებაც გაქვთ, რომ როგორმე აი მედია გაჯანსაღებას ეს ხელს შეუწყობს ჩემი აზრით. აუცილებლად აღიხმარება. აუცილებლად, ხო? ჩვენ მივედით ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში. ნაცნობი ადგილი
კალი არ ჩაუსხია ჯერ, ხო? ხვანდელ აქციაზე გეკითხებით უბრალოდ და დანარჩენი მე შეთანხმება ძალაში. დიდი მადლობა. ესე იგი ხალხი მოვა. გამარჯობა. გორდონებს. გვინდა ვინმე? ყველანი აქ არიან, გამარჯობა. ხო, ესე იგი ვიფასო მეგობრებო. ჩვენ მე შეგვიგეთ, იმიტომ ესეთ პრობლემა გვაქვს რა ჩვენ. არსებობს საკაბელო ტელევიზია, Silk TV, რომელიც არ გვთავს და აგვეუბნება მიზეს. ვიცით ვარ საქმესკოში. ხო. მე ნახე თქვენი წინა გადაცემას და მართლა ვიზიარებთ იმას, რომ ყველა ტელევიზიას შეუბრკოლებულად უნდა ხო, გავრცელდეს. მაგრამ ეს არის კერძო, ასე რა თქმა უნდა. დაწესებულება თვითონ იღებს გადაწყვეტს, მაგრამ პასუხის ღირსი საზოგადოება რა თქმა უნდა. აი მოთხოვნა გვაქვს მეტი არ აქვს. ამიტომ აუცილებლად ხარს დაგიჭერდა ჩვენი წარმომადგენლებიც და ესრება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხვალინდელი აქციის ამბავზე ჩვენ მოვედით ალასანიას პარტიაში. ჩვენი სარკია დემოკრატიის სარკი. თუ შეიძლება რომ კითხოთ, ხვალე ხო ყველაფერი ძალაშია თქო რა. ვაკოს გამოვიდეს და თქვას ხო. ვაკო, ხვალინდელის ძალაშია ყველაფერი? ძალაშია, ძალაში. გაიგონეთ, ჩაიწერეთ ხმა? ფილმას ტელემოყრებო დახმარებით მოვედით ძალა ხალხშია სახალხო კრებაში. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა თქვენ. დათვში არიან ხო ყველა? დიახ. ჩვენ ვაკეთებთ აქციას 27-ში. დიახ. 27 აპრილს 14 საათზე წინამძღვრის ქუჩაზე. და თხოვნა გვაქვს ესეთი რომ თუ თქვენი ორგანიზაცია ჩვენს პატოს ხარს უჭერს ერთი წუთი. სიცოცხლე. ბოდიში. ხო და თუ თქვენი ორგანიზაცია ჩვენს პატოს ხარს უჭერს, მაშინ იქნება თქვენი ადამიანური რესურსით რომ მოგვეხმაროთ რა ამ აქციაზე. ხო თქვენ ახლა პასუხს ვერ გამცემთ, მაგრამ იქნებ მომცეთ ტელეფონი, მე 4 საათზე დავრეკავ და თქვენი გადაწყვეტილება რომ მითხრათ. კი ბატონო. ხვალინდელი ამბის გასარკვევად მოვედით ასევე სახალხო კრებასთან. გამარჯობა. გამარჯობა. სახალხო კრების ხალხო. მოგესალმებით. ჩვენ გვინდა პრეს-ცენტრიდან ვინმე. ახლა არის გარეშე რა. რატო? აი მე. კაი, გამშვიდი. გამშვიდი, ნუ. რა არის რა? არ უთხარი, არ გააკეთე, თუ სულად გამოჩნდება ძა. არ უნდა მეორე კამერაც გააგდე, მეორე კამერა. გააგდე მეორე კამერა. კაი, წავედით ჩვენ, კარგად იყავით რა. ეს სამსახური ხო კარგად იყავით, კარგად ხვდებით რა. ეს სამსახური ხო ძალიან მაგრად ხვდებით თქვენ რა. კარგად ზამთრობთ ნახვამდის. აბა კარგად იყავით. კარგად იყავით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გაგვიღეს კარები, შევედით სახალხო კრებაში. კარები გაგვიღეს თავად, კამერებით შევედით, ხო? და ნუ აი ესეთი სერიოზული დახვედრა. ძალა მართლა ხალხშია. თან ამ ხალხში მართლა არის ძალა რა. გამარჯობა. ხიზრელი კაცია, ძმაო, არავის არ ერჩის. კი რა. ჩვენ გვინდა დახმარება. გითხარა შესაძლოა რესურსი თუ გაქვთ რომ დაგვეხმაროთ და იმისი ნუ გაგიწება რომ შენი ძმის არის ნახევარი რა ყველა პარტიის ტიპებთან დავდივარ და ვეუბნები და თუ გაქვთ საშუალება ოღონდ ბურჯანის ხალხი სავარაუდოდ იქნება და პრობლემა ხო არ იქნება თქვენ არანაირი. კაი ხო ესე იგი 27-ში 14 საათზე წინამძღვრის 95. კი ბატონო. თვითნავში ხო კარგად იქცევთ. კი, მშვენივრად. გამარჯობა. ჩვენ კვლავ მოვედით ხვალინდელი ამის გასაგებად რა ხდება ყველაფერი კარგად არის ხო? აქციასთან დაკავშირებით რა საკურველია მოდიხარ ხო? მოვდივართ. ვირბას ტელემაყურებელთ ჩვენ მოვედით ლეიბორისტულ პარტიაში. აი სილქნეტი არის ესეთ საკაბელო რომელიც მაესტროს არ თავს. და მიზეზსაც არ გვეუბნება. ეხლა დავდივარ. მაესტროს არაჩვენებს. ხო, სილქნეტი არაჩვენებს მაესტროს არ თავს. კაბელში არ თავს მაესტროს სილქნეტი. კეთში. ხო და ხა სადაც აქცია ქართველი ხალხია იქ ვართ ჩვენ. ხო, მოხვა? აბა რას ვისაუბრ. აი, ღია პარტიის შესასვლელი ვირბას ტელემაყურებლებო ვისაც გინდა შედი. მშვენიერი ძმაო პალმები გქონიათ. ლეიბორისტები უძახე და პალმები აქვთ. ღმერთმა შეარგოთ. უგავას კაბინეტი. ბატონისოსე, გამარჯობა. როგორ ზანჯობთ? ჩვენ მოვედით იმ საქმეზე. რომელი საქმე? გამარჯობა. ჩვენ რო ვიყავით ყველა აქ ახართ რა. იქ რო ვიყავით. ხვალ რო აქცია გვაქვს. იცით საქმისკურში ხარ? ვიცი.
ხო გიცხადეთ 27-ში ხვალ რა თქმა უნდა სოლიდარობას გიცხადეთ. და მოვა თქვენ წარმომადგენლებიც ხო დროშები და რომელი არ ვიცი მაგრამ. ხო მაგრამ აქტივიც დღეს მოვიდა. 27-ში დღეს იყვნენ მე მგონი. 2 საათი არა 27-ში დღეს 26-ია ერთი წუთით ეხლა გავარკვევთ მე მგონი მაგათ აერიეთ და დღესაც იქ არიან. ხო არ უნდა იყვნენ არა მე მგონი დღესაც იქ არიან. მოდი აი დაელაპარაკე. ხო, აქ იქ შეიკრიბნენ. შეიკრიბნენ მთელი აქტივი. სად ხარ? მოვალ მაშინ მოიცადეთ. მოიცადეთ თუ თუნდ ელაპარაკე პირად. იაშვილთანავე. შალვა ვარ შალვა რამიშვილი გამარჯობა ვინ გითხრათ დღეს შალვა მაგრამ 27-ში ანუ ხვალ შიში მილია დაგეხმარ. ისა დაბძანა ისე მოიქეთ როგორც საკუთარ ოფისში ესე იგი ჩვენ ვაქვთ ხოლმე შემდეგი შინაარსის მე მინდა თქვენი ხარდაჭერა თუ თქვენ ჩვენი 4-ის პარტოს იზიარეთ თქვენი რესურსი თქვენი ხარდამჭერები რომ მოვიდნენ და დაუჭირონ აი ამ მოთხოვნას კი ბატონო. ესე ქალბატონინოს აღასთან გავხდი მართლა? ეს კომპლიმენტია თქვენთვის ნუ რა ვიცი, აბა რაღაცა თქვენთვის კომპლიმენტია ეს ქალბატონი მე გამსგავსებ რაღაც მართლა მომგონეთ? არავის არ უთქვამს პირველ მე პირველი აი ტელემაყურებლებს შეიძლება დააფიქსირონ თუ რაღაც ანუ თქვენს პარტიაში რაღაც ქალბატონი ერთმანეთს გევართ ყველანი? არა ყველანი გევართ გავხართ ქალბატონი არა. ჩაცმულობის სტილით და ხო, ვითო? დრეს კოდი და გარეგნობით კარგი არა ქალბატონი ძალიან ლამაზი ქალია დიახ, სიმპათიური ძალიან. ძალიან ესე იგი აქცია ტარდება წინანდრუშვილის ქუჩა მოგესალმები აი ამაზე ვარ მოსული აუცილებლად. всё ხო რა თქმა უნდა. გადაგვიდეთ ერთად ფოტო მოვა ხალხი აუცილებლად. დროშებით კი ბატონო. გამარჯობა თქვით ნაციონალურ მოძრაობას მართველი პარტია ეხლა არის ვინმე პრესახის წარმომადგენელი ან ვინმე არავინ არ არის არ მუშაობთ აქა როგორ არ მუშაობ? ვინმე წარმომადგენელი რომ გამოვიდეს შეიძლება ვინმე მეორეჯერ მოვდივართ უკვე თხოვნა რაღაც აქ პარტიაში მუშაობს ხალხი პარიზი პარტია როგორ ხო იმუშავა? მაგრამ ორჯერ მოვედი და დაცვის წარმომადგენლებს ვილაპარაკეთ ერთხელ და მეორეჯერ არავინ არ არის გითხრათ რა ხდება და მაგარი გადაობაა ზუსტად ვაპარაკე მიშას მიმართავ პარტიაში მეტი კონტროლი გჭირდება და მეტი დისციპლინა ხალხი გვინდა რომ გამოვიდეს და დაგველაპარაკოს მიშიკო ისე ნაგარი იდეა მაქვს თქვენი სახელი ქალბატონო ნაზი. ქალბატონო ნაზი ერთი იდეა მაქვს ყოველდღე რო ვიარო 14 საათზე აი ერთი 5 დღის განმავლობაში ან 12 საათზე ან არის 11-ზე არის აი რომელი ჯობია და რო ვიარო ხო ვიღაცა განხდება აი 5 დღის განმავლობაში ვივლი მეთოდულად რაო როსი არის პარლამენტში არის. არა უბრალოდ აქ ვიცი ისეთი პასუხისმგებელი პირი შიგნით არავინ არ არის. ადამიანი დაგვიდოვოთ წერილობითი განცხადება და გადამცემთ განიხილება ჩავიწერთ. მე მართავ აქციას მოთხოვნით რომ სიუქნეთმა განგვიმარტოს რომ სიუქნეთმა განგვიმარტოს მაესტროს თავის საკაბელო ტელევიზიაში არ ჩართვის მიზეზად და აი ხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენი აზრით ამ კაცის ჩემი აზრით ამ კაცის მითითების გამო მაგრამ ეს ხოთ აზრია და ეჭვია მინდა რომ გავხმათო ეს ეჭვი და ახლა ხარდაჭერას ვთხოვთ კი რატომ არ და პასუხზე რა ვქნა როდის მოვიდე დაიკავშირებენ თვითონ აგერბო. თუ არ დამიკავშირდნენ ესე იგი არ საინტერესებს ჩვენ მოვიდა არასოდეს არავინ არ არის ოფისში უბრალოდ არასოდეს არავინ არ არის ის ოფისი ხო დიალოგი ხალხთან რაც მოძრაობა გამარჯობა ისევ ჩვენ ვიღაცები არიან გავინახე რო დაინახეთ
არა, რა თქმა უნდა. ჩვენს იმაზე დაგულაპარაკება ვინმე? გამარჯობათ, ისე თქვენ. როგორ ზანდები? მადლობა. მოდიში რომ ყუდრობას არა, ყუდროებას გირღვევთ. არა. ვინმე გამოვა? ესო აჰ, yes, ვიღაცა გამოდის. გამიშვი. არის? დასვის უფროსი. დასვის არამშრომელი. მეტი არავინ არ არის? გადამერეთ თქვენ დიდი ბოდიშიო თქვენი ლაპარაკებით ასე, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა იყოს ადამიანი. ეს არის პრიმასა ტელევაყურებო რაღაცა უცნაური რაღაცა. არასოდეს არა დაცვა რას ყარაულობს აქ. აი რას ყარაულობს დაცვა რას ყარაულობს აქ. ვაიმე დედა. როგორ მართლა ხო შეიძლება უკაცრავად. ვინმე თქვენი მეთაური მინდა რაღაც ინფორმაცია მაქვს გადასაჭერი. ვინ არის თქვენი მეთაური, რომ დაველაპარაკო უკაცრავად, რომ გაწუხებთ, მაგრამ რაღაც საქმე მაქვს პოლიციის განდებით მოხალხე გაწუხებთ და იქნებ რას გეუბნები, დანაშაულს გატყობინებთ იქნებ. გაწეშიო. უკაცრავად, ბატონო პოლიციელი, დიდი ბოდიში, იქნებ მოგმართოთ და რაღაცა გიცხრათ. საქმეები მაქვს. რა უმედურება. საქმე დიხარ, კაცო, საქმე მაქვს რაღაც. უკაცრავად, რაღაც საქმე მაქვს. გამარჯობათ, რაღაც საქმე მაქვს. შეიძლება მოგმართო? არავინ არ მელაპარაკება და რაღაც საქმე მაქვს. რა მოგმართო? რა არის რა დამოკიდებულება? იქნებ რას გეუბნები? თუ შეიძლება რა გეტა, საქმე დიხარ. შევკეთა. უკაცრავად, ბატონო პოლიციელებო, რაღაც საქმე მაქვს, რაღაც უნდა მოგმართოთ, შეიძლება? რო გაჩერდეთ თუ შეგაქვთ ვიცის ასე ლაპარაკი. ხო და მოგმართოთ მინდა რომ აქცია მოვატრიალე მომცეთ საშუალო კი ბატონო, ახლა რა თქმა უნდა. მოვატრიალე და გარეთ დაგელოდები დიდი ბოდიში ხელს თუ გიშლით მოტრიალებაში. ჩვენ აქ ვატარებთ მანიფესტაციას, შეკრებას, იცით თუ არა ამის შესახებ? გატყობინოთ მაშინ. აქ არის აი ეს მერი არის. საფრთხეში გაფრთხილებული არის. ესე იგი, მე მინდა პასუხისმგებელი პირი, ვისაც მე რაღაც საკითხებს შევთანხმობ, რომ მე გაურკვევლობა არ იყოს. ჩვენ ვიმყოფებით სილკნეტის ოფისთან. სილკნეტი არის ძალიან კარგი კომპანია. უბრალოდ არ თავს მაესტროს. მიზეს არ ხსნის. დიდი ხნის ჩალენჯის და წვალების შემდეგ, პირველი აქციის შემდეგ, მათ საკუთარ ვებსაიტზე დადეს განცხადება, რომ ისინი გეგმავდნენ მარტში ჩართვას და აპრილის 16-ში გამართულმა ჩემმა აქციამ მარტში ჩართვას ხელი შეუშალა. აი ესეთი განცხადება იყო. და კიდევ დაამატეს, რომ ეს არის კერძო კომპანია და არ ექვემდებარება შანტაჟის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის აი ასეთ აქციებს. შანტაჟი არის სახელგამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა. შესაბამისად, სიგნეტის აზრით მე ან მაესტროს რომელიმე თანამშრომელს აქვს მათი სახელგამტეხი ცნობები და ვემუქრებით, რომ თუ არ ჩაგვთავთ, მაშინ ამ ცნობებს გავახმაურებთ. სახელგამტეხი ცნობა ძვირფასო სიკვდილელებო არის აი ეს, რაც ხდება ამდენი ხნის მანძილზე, რომ თქვენგან პასუხს ვერ ვეღირსეთ, თუ რატომ არ თავთ მაესტროს. ჩვენთან არიან ქრისტიან დემოკრატები მაგალითად. ჩვენთან არიან ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები. ჩვენთან არიან ეროვნული ფორუმის წევრები. ჩვენთან არიან ლეიბორისტები, სად არიან აბა ლეიბორისტები? აგე აქ არიან, აგე. ავიცი, ქართული პარტია აქ არის. ჩვენ აი აქ ხელთა გვაქვს 5000 თბილისელის ხელმოწერა. განცხადება, ტექსტი არის ესეთი.
კომპანია სიკნეტის ხელმძღვანელობას თბილისში მცხოვრები მოქალაქე ამის და ამის განცხადება. მოგახსენებ, რომ მაქვს სურვილი გავხდე თქვენი საკაბელო ტელევიზიის აბონენტი იმ შემთხვევაში, თუ მის პაკეტში იქნება ტელეარხი მაესტრო და ტელეფონის ნომერი არ მითითებული. აგერ რა გვაქვს ჩვენ 5000 ხელმოწერა. ეხლა მე შვიდად დაორგანიზებულად აი აქ ესე იგი ჩვენ მოგიტანეთ რაღაც 5000 განცხადება და დაგიტოვებთ შეიძლება. სად არის განცხადებები? და კიდევ თუ არის შესაძლებელი რომ კითხოთ წარმომადგენელი იქნებ ჩამოვიდეს ან მე დაველაპარაკო წარმომადგენელს. თუ არის ეს შესაძლებელი? გაეკონტაქტებ. აი ეს 5000 ხელმოწერაა. გვიწყდა წარმომადგენელი მე შემხვდება თუ არა რომ ხალხი ელოდება პასუხს. დიდი მადლობა 5 წუთში მოგაკითხეთ. დავრუნდით უკან. რაო რა ხდება? რამე ხდება? რაო? ლაპარაკობდნენ ჩამოვლენ, ახლა გეგებონას გიყოლ ჩამოვლენ. ჩამოვლენ? არ მომატყუოთ რა. მე მაგით არ შემოწმდება რატომ? არა 5 წუთში ჩამოვლენ? რამდენ ხანში? ალბათ 5 წუთში ჩამოვლენ. მე ცოტა თავის მაგ ჩამოვლენ. როგორც დაცვის თანამშრომელი გვეუბნება სიკრეტის ხელმძღვანელობიდან წარმომადგენელი ჩამოვა ჩვენთან სალაპარაკოთ. ხო გინდა რომ დავამთავროთ ეს. ყველას ინტერესებს შედის. რაღაცა პასუხი კონკრეტული მისგან, იმიტომ რომ რაღაც აი როგორი დამოკიდებულება იცი რომ აი ქვიშაში თავის ჩაყოფის, ხო ეგრეა და აი გინდა დაურეკო და ადი რა. ესე გავაკეთე. ხო, შეულები? ხო. როგორც ეს დარიგია, საშვი დააშვებინე. დააშვებინე რა? საშვი დააშვებინე. რამდენი კაცაც ეს 5 შემოვდივარ, 3 შემოვდივარ, მეტყვია შედიხარ, ძმაო და მიგაცილებია. სიკრეტისგან არის ესეთი პასუხი, მათ არ უნდათ სატელევიზიო შოუში მონაწილეობა, შესაბამისად მთხოვენ რომ ავიდე მათთან მარტო 10 წუთის მანძილზე ისინი გამდიმარტავენ თუ რო ვინ არის შანტაჟისტი და რატომ მართავენ მაესტროს 10 წუთში მე ჩამოვალ ანტეთებში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი შეიყვანეს სიკრეტის ოფისში მოსალაპარაკებლად და საბოლოოდ დიდი მადლობა რომ მელოდებოდ რამდენი ხანი მე ველაპარაკე ნინო დარასელს ეს არის სიკრეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხი არის ასეთი მარტივი მოკლე და კონკრეტული ამ ეტაპზე არის ესეთი პასუხი სიკრეტი ეს მათი სიტყვებია არის კერძო კომპანია და იგი ვერ აიტანს ასეთი ზეწოლით საუბარს აი ეს არის პასუხი კლიანად ჩემს სიკასვლაზე შანტაჟს რაც შეეხება მათ მიაჩნიათ რომ შანტაჟი არის აი ეს რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს არის შანტაჟი რეპუტაციის შელახვა დიდი მადლობა რომ აკახართ მაგრამ როგორც ჩანს მოსულთა რაოდენობა ან არ ვიცი სხვა რამ არ აკმაყოფილებს არც სიკნეტის ხელმძღვანელობას და არ მიაჩნია ეს აქცია სერიოზულად ჩაერთოს მაესტრო სიკნეტში ჩაერთოს მაესტრო სიკრეტში ჩაერთოს მაესტრო სიკრეტში თბილისელებმა და სხვა ქალაქების მომხმარებლებმა თავად გამოიტანონ დასკვნა უღირთ კი იმ კომპანიის კლიენტები იყვნენ რომლებიც ზღუდავენ თავისუფალ აზრს და თავისუფალ ტელევიზიას უღირთ ეს თუ არა არჩევანი არის თქვენზე ძვირფასო ტელემაყურებლებო ძალიან დიდი მადლობა იმის რომ თანადგომა გამოგვიცხადეთ კარგად